მოგესალმებით. ხსნით მაგალითად თოპორიას ტესტების კრებულიდან 15 ნომერი 15-10 ნომერი 15-10 მაგალითს აქვს შემდეგი სახე 4 ხარისხად x-ი უდრის p-ს 2 პირველი მინიშნება ორივე უნდა ვეცადოთ 2-ის ფუძეზე გადავიყვანოთ 4 ხარისხად x-იც და p-ს 2. ესე იგი 4-ის ნაცვლად ვწერთ 2-ის კვადრატი ხარისხად x-ი უდრის ეს 2-ის ფუძეზე რომ მივიყვანოთ აი ეს 2 ხარისხად 1/2. ეხლა ამის შემდეგ მეორე მინიშნება ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება 2 ხარისხად გაცრავად 2x-ი უდრის 2 ხარისხად 1/2. ფუძეები ტოლია ხარისხის მაჩვენებლებსაც გაატოლებთ და ამის შემდეგ არ გაგიჭირდებათ იმედი ამის ამოხსნა. გადავედით შემდეგ 14-10-ის მეორე მაგალითს აქვს ასეთი სახე 1/3 ხარისხად x-ი უდრის p-ს 3. აქაც პირველი მინიშნება ისაა რომ გავიყვანოთ 3-ის ფუძეზე 1/3 ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ 3 ხარისხად -1-ის სახით p-ს 3 3 ხარისხად 1/2. ამის შემდეგ ეცადეთ თქვენით გააკეთოთ ეს თუ არა და მეორე მინიშნებას ნახეთ 3 ხარისხად -1 მრავლდება x-ზე -x-ია უდრის 3 ხარისხად 1/2. უკვე ფუძეები ტოლია ხარისხებსაც გავატოლებთ. ამის შემდეგ ალბათ არ გაგიჭირდებათ ამის ამოხსნა. გადავედით შემდეგ მესამე მაგალითზე 15-10-ის მესამე 0.2 ხარისხად x-ი 0.2 ხარისხად x-ი უდრის p-ს 5. ესე იგი ჩვენი მიზანია რომ ორივე ერთი და იგივე ფუძეზე წარმოვადგინოთ ერთ და იგივე ფუძეზე ანუ 0.2 გავარკვიოთ რა ხდება. ესე იგი პირველ მინიშნებად 0.2 ვიცით რომ უდრის 2/10 შევგვეცოთ 1/5 ეს იგივე არის 5 ხარისხად -1. რაც შეეხება p-ს 2 არა უკაცრავად რაც შეეხება p-ს 5 ეს შეიძლება ასე წარმოვადგინოთ 5 ხარისხად 1/2. ეცადეთ ამის შემდეგ დამოუკიდებლად გააკეთოთ თუ არა და მიიღეთ მეორე მინიშნება. ესე იგი საბოლოოდ გვექნება 5 ხარისხად -1 ხარისხად x-ი უდრის 5 ხარისხად 1/2. მესამე მინიშნება ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება 5 ხარისხად -x-ი უდრის 5 ხარისხად 1/2. მეოთხე მაგალითი ესე იგი 15-10-ის მეოთხე აქვს შემდეგი სახე 0.75 ხარისხად x-ი უდრის 9/16. აქაც ვცდილობთ ერთი და იგივე ფუძეზე გავიყვანოთ აი ეს მაგალითი. ამოვიწეროთ 0.75 და ვნახოთ რას უდრის 75 მეასედი შევკვეცოთ 25-ზე მივიღებთ 3/4. ესე იგი 0.75-ის მაგალითად ჩავწეროთ 3/4. 3/4 ხარისხად x-ი უდრის 9/16 3/4-ის კვადრატია ვიცით. აი ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია
ამით დავამთავრეთ 15-10-ის. მადლობთ ყურადღებისათვის.